მოგესალმებით. ტრამპთან დალაგების ნაცვლად ოცნებამ აშშ-ის კონგრესისგან მიიღო კიდევ ერთი ძალიან მძიმე დარტყმა. წარმომადგენელთა პალატის მიერ აბსოლუტური უმრავლესობით მხარდაჭერილი აქტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, სადაზვერვო და თავდაცვის სახელმწიფო ინსტიტუტებს ავალებს წარადგინოს საიდუმლო ანგარიში, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევასა და შესაძლო თანამშრომლობას შეეხება. ეს არის მკაფიო დასტური, რომ აშშ აღრმავებს საკუთარ სტრატეგიულ ინტერესს საქართველოსადმი და ამავე დროს აცნობიერებს სრულიად მკაფიოდ, რომ ოცნების რეჟიმის პირობებში საქართველო გახდა მტრულ რეჟიმთა პლაცდარმი და პოლიგონი. რეჟიმის პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ ისინი ამერიკასთან ნორმალიზებას შეძლებდნენ. თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ეს რეჟიმი აშშ-ის მიერ ფართოდ არის აღქმული, როგორც უსაფრთხოების რისკების წყარო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქაც დაუჭირა მხარი წარმომადგენელთა პალატის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ორივე პარტიიდან. საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ბრაიან მასტის მწვავე შეფასებები, რომ ციტირებ, ჩინური კონსორციუმის შერჩევა ანაკლიის მასშტაბური ღმერთწილოვანი პორტის განვითარების პროექტში შეიცავს საფრთხეებს და რისკებს ქართული და ამერიკული ეროვნული ინტერესებისთვის იყო საგულისხმო და არის ძალიან ნიშანდობლივი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის განცხადება ანაკლიასა და შუა დერეფანთან დაკავშირებით. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ამერიკა არის ღრმად დაინტერესებული შუა დერეფნის და ანაკლიის განვითარებით, საქართველოს ჩართვით ტრამპის სახელობის კეთილდღეობის და მშვიდობის გზაში, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებით და რეგიონის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობით. რაც მნიშვნელოვანია, წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ახალი აქტის ანალოგიური ჩანაწერი გაკეთდა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტშიც, რომლის მეშვეობით კანონმდებლები აღმასობელ შტოს, თეთრ სახლს და პენტაგონს და სხვა ინსტიტუტებს პრაქტიკულად პირდაპირ ავალებენ განსაკუთრებულ კონტროლზე იქნას აყვანილი საქართველოში არსებული ვითარება. კანონპროექტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს აგრეთვე ავალებს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც შეაფასებს აშშ-ის დაფინანსებას და სამხედრო, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების შესაძლო გადახედვას. იდენტური შინაარსის ჩასმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზების აქტში, რომელიც ეგრეთ წოდებულ აუცილებლად დასამტკიცებელ საკანონმდებლო პაკეტს წარმოადგენს, რადგან ის ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას და თავდაცვას და მისი არ დამტკიცება არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისის გამოხატულება ამერიკაში. აი ასეთი ტიპის ეგრეთ წოდებულ აუცილებლად დასამტკიცებელ საკანონმდებლო პაკეტში ამ ჩანაწერის შეტანა გასაკუთრებულად სერიოზულად ძალიან მნიშვნელოვნად ზრდის იმის შანსებს, რომ ეს პოლიტიკური შინაარსი სულ მალე გახდება კანონი. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ძალიან მყარად დაინტერესებული საქართველოთი და რა თქმა უნდა დგას ქართველი ხალხის ეროვნული, სუვერენული და დემოკრატიული ინტერესების გვერდით და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საწინდარი იმისა, რომ ჩვენი ეროვნული ბრძოლა თავისუფალი, სუვერენული, ამაყი წელში გამართული სახელმწიფოსთვის დასრულდება ისეთივე გამარჯვებით, როგორც ასეთი ბრძოლები დასრულდა სომხეთში, მოლდოვაში, უნგრეთში, რუმინეთში და პრაქტიკულად ყველგან რეგიონის მასშტაბით, სადაც რუსეთმა ნახა ძალიან დიდი მარცხი. მადლობა.